გამარჯობა, მე ელენე გეგუჩაძე ვარ. მე კი მარიამ ჩუბინიძე. ეს არის პოდკასტ ილია ჭავჭავაძეზე, უბრალოდ იმაზე თუ რატომ შეგვიძლია მას ლიბერალი უწოდოთ და რით არის მნიშვნელოვანი მისი იდეები დღეს ჩვენთვის. ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ თითქმის ყველა ადამიანი, პოლიტიკური პარტია თუ საზოგადოებრივი ჯგუფი იყენებს მას როგორც თავად ესმის, როგორც თავად იცის. ჩვენ გვინდა ერთი-ორი აქტუალურ საკითხზე შევაჩეროთ ყურადღება, რომლებზეც ილიამ პირველმა დაიწყო საუბარი. მე-19 საუკუნის წყვდიადის დროს ქართველი ხალხი შეგუებული იყო ყოფას, იმ რეალობას, რაც იდგა ჩვენს ქვეყანაში. ილიამ კი ბრძოლა დაუწყო წარსულ, დაჭაობებულ ადამიანების ხელჩაქნეულ ცხოვრებას. შედეგად კონსერვატიული არისტოკრატიის ფონზე ილია აღიქმებოდა ლიბერალად, ხოლო ლიბერალობა საანცხავს სიტყვად. კონსერვატორიობა არ ნიშნავს აუცილებლად ცუდ რამეს, მაგრამ როდესაც საზოგადოება უკვე ვეღარ ვითარდება, სწორედ მაშინ იღებენ სადავეებს ლიბერალები და მოაქვთ ახალი იდეები. რა იდეები მოიტანა ილიამ თავისი შემოქმედებით, ნაწარმოებებით, პუბლიცისტური წერილებით და მოქმედებით. დღეს ორ საინტერესო თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას: ილია გენდერული თანასწორობის ქალთა უფლებების შესახებ და ილია ადამიანზე ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების სარწმუნოების თავისუფლების შესახებ. ორივე საკითხზე მისი შეხედულებები მიმართულია თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობისაკენ. მე მინდა დავიწყო გენდერული თანასწორობის თემით. ილია უკვე მე-19 საუკუნეში წერდა იმ ფაქტორების შესახებ, რაც დაეხმარებოდა ქალთა გენდერულ გაძლიერებას. აღსანიშნია მისი წერილი ქალთა სასწავლებლის გახსნაზე, რომელშიც ის პირდაპირ ამბობს, რომ ქალებს განათლება ისევე სჭირდებათ, როგორც კაცებს. ქალი უცოდინარობით, უმეცრებითა და თვალის დახუჭველობით არის უფრო უბედური ვიდრე კაცი. უმეცრება სიბნელეა, უკუნია. ეს ნიშნავს, რომ ილია ფიქრობდა: ქალებისთვის განათლების მიღება არა მხოლოდ მათთვისაა საჭირო, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვისაა ბენეფიციური. იქვე წერს: დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კაი დედაკაცობაა, კაი ადამიანობაა, ანუ უკეთ ვთქვათ, კაი კაცობაა და მერე დედობა, მამობა, ფრობა, ცოლობა და სხვა. კაც დედობის, ქრობის და სხვა ამისთანის გარდა კიდევ სხვა ბევრი მოვალეობა აწევს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. და ყველაზე უწინარეს ამ მოვალეობას უნდა გაუძღვეს, მამაკაცია თუ დედაკაცი. ამას მარტო კაი კაცობა შესძლებს. ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად, არც სხვა დრამე, იმიტომ რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტოშულების გამრავლება და ძუძუსწოება არ არის. წერილში პატარა საუბარი ილია ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ ქალები და კაცები თანასწორნი იყვნენ და ქართულ ენაში ეს იმთავითვე აღენიშნებოდა. ქართველი დედასაც კაც აღადის და ამიტომ დედა კაცს ეძახის, როგორც მამა მამაკაცს. დედაც კაცია უგვეუბნება ჩვენი ენა და მამაცაო, სხვა რა უდიდესი და უპატიოსნესი კაცობის სახელზე და ადამიანისათვის. ეს ციტატა დღესაც აქტუალურია და მიგვანიშნებს, რომ ადამიანის უპირველესი ღირებულება მოქალაქეობრივი ვალის მოხდა. ილიამ მე-19 საუკუნეში გასცა პასუხი იმ სტერეოტიპს, რომ ქალი პირველ რიგში დედაა. დღესაც ხვდებით იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც ილია ითხოვდა, მაგალითად ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შრომის ბაზარზე უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები. ასე რომ ილია მხოლოდ ისტორიული ფიგურა არ არის, მისი იდეები დღესაც ცოცხალი და საჭიროა. უფლებების, ძირითადი თავისუფლების დაცვა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სარწმუნოების თავისუფლებაა. ილია ყურადღებას ამახვილებდა იმ პრობლემებზე, რომელიც იდგა აჭარელი მუსლიმი ქართველების წინაშე. საქმე ისაა, რომ ზოგიერთმა პიროვნებამ მხარი აუპა მაშინ ხელისუფლებაზე ქრისტიანობაზე აპელირებით მათი გარიყვა დაიწყო. ილია ამ დროს მთავარ გამოსავლად სწორედ განათლებისა და თანასწორობის იდეას მიიჩნევდა. ილია და იაკობ გოგებაშვილი პირველი ადამიანები იყვნენ, რომელმაც გაიაზრეს, რომ ქრისტიანობაზე აპელირებით წარგავდით აჭარელ მოძმეებს თლიანად და დაიწყეს მუშაობა, რომლის კომპლექსი აღმოეფუქრათ და გამოესწორებინათ მდგომარეობა. ისინი რომ არა სეპარატის ჩაეყრებოდა საფუძველი და დავიჭროვდებოდა მამულის ცნება. ილია თავის წერილში მაჰმადიანთა გაქრისტიანება ამბობს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს სარწმუნოება. სარწმუნოება გულის კუთვნილებაა, მას ძალა ვერ შეუცვლის, ვერ გაგვიგია რა ზრუნავენ ზოგიერთი პირები, ასე ერთგულად, ასე წინ დაუხედავად, რომ ყველაზე პირველად სარწმუნოება შეეხონ, ჯული გამოუცვალონ მაჰმადიანებს. იქნება ქრისტიანობა უფრო წინწამწევია კაცობრიობის ცხოვრებისა, უფრო ეთვისება ეხლანენ განათლებულ დროის მოთხოვნილებასა და სწავლას, მაგრამ განამარტო სარწმუნოებაზედ ჯულზედ არის ახლანდელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული? განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი, ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგი განათლების გზაზე დამდგარი და ცხოვრებაში ყოველმხრივ წარმატებული.
ეს არის ევროპული იდეა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა. იქვე წერს, სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა. რა ჩვენი საქმეა, ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა ჯულის არის, რა ჯულით სურს იმ ჯულზე იყოს, მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, შრომელი და თავისთვის და ქვეყანისთვისაც სასარგებლო. წერილ ოსმალო საქართველოში ხაზს უსვამს ილია, რომ სახელმწიფოს ერთიანობისთვის მთავარი არ არის ერთი რელიგია ან ეთნოსი. მთავარი მოქალაქეობა და ერთიანი ღირებულებებია. საქართველო ქართველი კაცის სამშობლოა, მაგრამ მხოლოდ ქართველის არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს სამშობლო მისი ყოველთა შვილთა, რომელშიც წიაღში იბადებიან. ერის ერთობის იდეა ხელახლა შექმნა ილიამ. ამ იდეით ფაქტორი, როგორიცაა სარწმუნოება თუ გვარტომობა, მეორე ხარისხოვანია. ილიას ეროვნული იდეა ლიბერალიზმზე არის დაფუძნებული. ეს არ იყო ეთნიკური ნაციონალიზმი. მამულიშვილი შეიძლება მუსულმანიც ყოფილიყო და ქრისტიანიც, ქართველიც და არაქართველიც. ჩვენის ფიქრით არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა, ისე არ შეამსწვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთი სხვა წლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთად და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული, ერთსულობით, ერთგულობით ძლიერია. საქართველოში ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიისა, უნდა გრძნობდეს თავს საკუთარ სახლში და კონდეს გაცდა მოქალაქეობისა. ეს დღესაც აქტუალურია, მაშინ, როდესაც ხვდებით პოლარიზაციის ხელშემწყობას და დაყოფის რელიგიური თუ სხვა ნიადაგზე. ილიას ნაზრევი გვაჩვენებს, რომ ის ნამდვილად ევროპული ღირებულებებს ამკვიდრებდა, მხას უჭერდა თანასწორობას, თავისუფლებას და მოქალაქეობრივ ერთობას. დღეს, როცა ამ საკითხებზე ისევ კამათია, მისი ტექსტები შეგვიძლია ერთგვარ სამკვლევად გამოვიყენოთ. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ეძებს იმ დემოკრატიულ იდეალებს, რომლებსაც ილია მე-19 საუკუნეში უკვე გვთავაზობდა. იქნებდა ამ პოდკასტმა დაგაფიქროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ილიას იდეალების გამგრძელებელი, თუ არა გამგები მაინც. ხარაბუზა გენერლები კი ასეთ ლიბერალებს ახლაც ერის გადაგვარებაში სდებენ ბრალს. კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ლოზუნგზე დატანილი სამი სიტყვა, ენა, მამული და სარწმუნოება მეტად მისაღებია მათთვის. არ დაგავიწყდეთ, თავისუფლება და თანასწორობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის, ეს არის, რაზე ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ. ამიტომაც რამდენჯერაც ლიბერალური იდეის კრიტიკას მოისმენთ. გაიხსენეთ, როგორ შეხვდა ილიას რუსეთის როს ქვეშ გატარებული ინტელიგენცია. მადლობა, რომ მოგვისმინეთ. თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ილიაზე, წაიკითხეთ მისი წერილები, ისინი მეტად ბევრს გვასწავლიან, ვიდრე დაზეპირებული ლოზუნგები ილიაზე. მადლობა და შეხვედრამდე. ჩვენისთანა ბედნიერი, განარი სადმერი, ყველა უმჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი.